მოგესალმებია ჩვენი მაყურებელი. მოგესალმებით, მადლობა ჩართვისთვის. ხო, ნუ ეხლა მე პაპუაშვილის რაღაც გონიერების იმედი უკვე სიმართლე გითხრათ აღარა მაქვს და არ ვფიქრობ, რომ რაიმე შეიძლება მან გამოიჩინოს ან გულმოწყალება ან რაღაცა თანადგომა, იმიტომ რომ ბოლო დროს შალვა პაპუაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი პროპაგანდისტად ქცეული ამ ხელისუფლების და ასე რომ აგის იმედი მე ნამდვილად არ მაქვს. ვფიქრობ, რომ ერთადერთი რის იმედით შეიძლება ჩვენ გქონდეს არის რომ ჟურნალისტური კორპუსის სოლიდარობა. ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება ბევრი ჩვენი კოლეგა უნდა დადგეს ჩვენს გვერდით და კარგი იქნება თუ სახელმწიფო არქივების ჟურნალისტები ამ შემთხვევაში მაინც გამოიჩენენ თანადგომას და საკუთარ კოლეგის პატიმრობას მაინც გააპროტესტებენ ჩვენთან ერთად. ამას შეიძლება გქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა და მე არ ვიცი ეხა რა გული უძლებთ მათ, როცა არ მოდიან აქციაზე და გვერდით არ დგებიან და არ ითხოვენ. აქ ხო არ არის საუბარი პოლიტიკაზე და რაღაც პოლიტიკურ პრეფერენციებზე და იმაზე რომ ოპოზიციას დაუჭირონ ხარ ან სხვა რაღაცას. აქ საუბარი არის რომ ხარ უნდა დაუჭირონ საკუთარ კოლეგას და საკუთარი კოლეგაზის ციხეში შეიძლება ეთქვას რომ არაფრის გამო გასაგებია შეიძლება ვიღაცა დაობდეს რომ სილის გაწვნა არის დანაშაული თუ არ არის დანაშაული, მაგრამ ხო ყველა ხვდებით რომ ეს რომც იყოს დანაშაული ეს არ არის ისეთი დანაშაული რის გამოც წინასწარი პატიმრობაში უნდა იჯდეს ადამიანი. წინასწარ პატიმრობაში მკვლელებს და მძიმე დანაშაულის ჩამდენ ადამიანებს სვამენ, იმიტომ რომ შეიძლება ის საზოგადოების საშიში იყოს. მხოლოდ ის ფაქტი, მხოლოდ ყველაფერს თავი დავანებოთ ის რომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს მზია ამაღლობელს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლო არც განიხილა წინასწარი პატიმრობის გადასინჯვა მეტყველებს იმაზე რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ხორციელდება უბრალოდ შურიზიება ამ ხელისუფლების მხრიდან და კონკრეტულად იმ პოლიციელი დგებუაძის მხრიდან, რომელსაც თურმე ლოყა აეწვა და გაუწითლდა როგორც ჩვენებაში განიცადა ფიზიკური ტკივილი. ხელის შეხებით. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ხო, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ შეიძლება მე ბევრი იურისტის განმარტებას მოვისვი, ისინი ამბობენ რომ შეიძლება დანაშაულიც არ იყოს. ეხლა სხვათა შორის შემხვდა Facebook სკროლავდი და ქარელის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაცია, ქარელში მამაკაცი გაამართლეს, რომელსაც მეუღლე სილის გაწვნას ედავებოდა და მოსამართლემ პირდაპირ დაწერა, რომ სილის გაწვნა არ შეიძლება ცემა იყოს, იმიტომ ცემა უნდა იყოს განმეორებადი, ანუ რამდენჯერმე უნდა განმეორდეს და ასე შემდეგ და ესენი არა მხოლოდ ცემას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან მზიას, ანუ ყველაზე მძიმე მუხლი მიუყენეს. აქ შეიძლება თუ ვისაუბრებთ ჩვენ დანაშაულზე, ვისაუბროთ ადმინისტრაციულ დანაშაულზე და პოლიციელზე თავდასხმა იცით რა არის, ვიღაცა ტყვიას რო ესვრის პოლიციელს. ეს არის პოლიციელზე თავდასხმა, ამიტომ მიუყენეს ყველაზე მძიმე მუხლი 4-დან 7 წლამდე. ამაზე არის აქ საუბარი, რომ ეს ქვეყანა იქცა უსამართლოდ მოსამართლეების ქვეყნად. ამ ქვეყანაში მოსამართლეები არიან მონები, ეს ხელისუფლები ამ ხელისუფლებისთვის სამართალი მოძრაობს მხოლოდ სამხრივად. ისინი ამბობენ რომ პოლიციელს შეუძლია გაიგდოს წიხქვეშ, აი აქ იყო ხა ჩვენთან გურამ როგავა აქციაზე, რომელიც პოლიციელმა გაიგდო წიხქვეშ და ბეწვზე არის გადარჩენილი, რომ ისერი არ მოწყდა ადამიანს. და ის პოლიციელი და განსაკუთრებით ცინიკურია ასეთი შემთხვევების გახსენებისას მერაბს სისტემა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით არც ერთი პოლიციელი არათუ ან შესაბამისად არ ვიცით ვინ არიან საერთოდ ეს ადამიანები, არავინ არ იცის, არათუ დასჯილი, არამედ გამოვლენილი, ხო? იდენტიფიცირებული. და ასეთ დროს ძალიან მძიმეა ისეთი შემთხვევები, სადაც აშკარად არის პოლიტიკური ინტერესი სისტემის მხრიდან, რომ სამაგალითოდ დასაჯოს ადამიანი. კი ბატონო, სწორედ ამაზე ვსაუბრობ, რომ შენ როგორ როცა ადამიანებს ეუბნები რომ სილის გაწვის გამო 4-დან 7 წლამდე შეიძლება მიუსაჯო ჟურნალისტს და ამ დროს ჟურნალისტების ცემის გამო პოლიციელებს ჩვეულებრივ მოქალაქეების ცემის გამო 10 კაცი როდესაც ერთ ადამიანს ცემდა, მათ საყვედურსაც კი არ უცხადებ. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ხარ რეპრესიული ხელისუფლება, შენ ხარ პოლიციური რეჟიმი, პოლიციაზე დგახარ და ამიტომ გინდა რომ პოლიციელის მიმართ ოდნავი გადასტომაც კი უმკაცრესად დასაჯო, რომ პოლიციელებს კონდეთ განცდა, რომ აი ხელისუფლება ბოლომდე დაგვიდგება გვერდით, ჩვენს გამო ყველაფერზე წავა, ყველაფერს იკადრებს პოლიცია და შესაბამისად პოლიციელებმა მერე ყველაფერი უნდა იკადრონ ამ ხელისუფლების დასაცავად. ეს არის მეტი არაფერი. შესაბამისად ჩვენ დღეს ვთხოვეთ მზიას რომ შეეწყვიტა შიმშილობა, იმიტომ რომ მისი ჯანმრთელობა აქ მნიშვნელოვანია, ჩვენ არ გვაქვს იმის იმედი რომ ეს ხელისუფლება რაიმე გულმოწყალებას გამოიჩენს, რასაც ახლა უყურებ ბოლო დღეების განმავლობაში, რასაც ისინი აკეთებენ, ამათი ახლა რაღაც რომ შეეცოდებათ ვიღაცა შიმშილობა
მცდელობის გამო ან რაღაცის შეეშინდებათ, ამის იმედი მე უკვე სიმართლე გითხრათ აღარ მაქვს. ამიტომ მზიას თავგანწირვა ჩემი აზრით არ არის ამ შემთხვევაში საჭირო, საუცილებელია რომ მზია იყოს ჯანმრთელად და ჩვენ მას აუცილებლად გამოვიხსნით. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვიქნებით ერთიანები და ჩვენს კოლეგას არ დავანებებთ ამ რეჟიმს, როგორც მაგალითად სააკაშვილის რეჟიმს არ დავანებებთ თავის დროზე ფოტოგრაფები, ჩვენ მაშინ აქ ვიდექით, ვაპროტესტებდით ამ ყველაფერს, ოდესაც ჟურნალისტები დაიჭირა სააკაშვილის რეჟიმმა და დღეს სააკაშვილის რეჟიმს აჯობა, შეიძლება ითქვას ძალადობით ქართულმა ოცნებამ და უკვე ჟურნალისტებიც კი გამოგვიყვანა აქციაზე, იმის გამო რომ ჩვენს კოლეგას აი ასე მკაცრად სჯიან და მკაცრად უდგებიან. არანაირი საფუძველი წინასწარ გაიქცევა მზია მაღლობელი ბათუმის მოსამართლემ თავის გადაწყვეტილებაში თქვა ამ უსინდისო ადამიანმა სხვა სიტყვას ვერც კი მოვიფიქრებ მის აღსაწერად რომ მზია მაღლობელი შეიძლება განმეორებით ჩაიდნოს დანაშაული ანუ დგებუაძეს რა ვიცი სახთან დაუდარაჯდებოდა და წიხლებით შედგებოდა თუ რა რისი ეჭვი ჰქონდა მოსამართლეს ახლა ხო აი ხო ხვდებით ახლა რაზეც არის აქ საუბარი არის მიზანმიმართული დასჯა ადამიანი საჩვენებელი დასჯა რომ აი პოლიციელი არის ხელში პრინციპში ეს პირდაპირ გითხრა ხო დინარაძემ თუ არ ვიცი პაპუაშვილმა რომ პოლიციელი არის ხელშეუხებელი. გასაგებია, მაგრამ მოქალაქე რატო არის ხელშესახები? ან მოქალაქე დაბალი ღობია და შეიძლება 10 პოლიციელმა წეხილქვეშ გაიგდოს? ეს არის ამათი სამართალი და სამართლებრივი სახელმწიფო. ხო, ალბათ ერთ-ერთი მთავარი ხაზი ის არის, რომ სისტემა არ უშვებს არანაირი დოზით რაღაც სისუსტის გამოვლენას, ხო? ისინი ხო ჩემნაირად და შენაირად არ ფიქრობენ, მე რა სრულიად სხვანაირად უყურებენ ამ სურათს. ეს არის სიგნალი სხვებისთვისაც და ამაზე დგას სწორედ ეს სისტემა, რომ ბზარი არ შევიდეს. იგივე ამ საკითხთან მიმართებით, ეხლა მზიას პატიმრობაში ყოფნა 7 წლით, ვის რეალურად არავის არ მოუტანს, ხო, სარგებელს. უბრალოდ ეს არის სიგნალი სისტემისთვის, რომ ყველა დაისჯება, მათ შორის ეს ამორჩეული პატიმრები, რომელიც ყავს აღნიშნულ სისტემას. შიმშილობასთან დაკავშირებით ახსენე, მაგრამ მაინც მინდა კითხო და შემდეგ დაგემშვიდობები. მერაბ რომ მოვისმინე რა იყო მიმართვის მთავარი ტექსტი, რომ თავისუფლება თითოეულ თქვენგანს, ვინც აქციაზე გახართ, ვინც მუშაობს გადაღებაზე ეთერშია თუ ასე შემდეგ სოლიდარობა ცხადია მზია მაღლობელს კიდევ ერთხელ ვიტყვი, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს თავისუფლება სწორედ მზიასთან ერთად არის საჭირო. ამიტომ არის მისი მხრიდან მნიშვნელოვანი შიმშილობის შეწყვეტა. კიდევ რა არგუმენტი გაქვს? ხო კი ბატონო რა თქმა უნდა ეს არის თავარი მე ვთქვი უკვე რომ არგუმენტი ის მაქვს რომ არ გონია არ გჯერა უკვე ქართული ოცნება რომ რამენაირად რაღაცა რამე მასზე იმოქმედებს და რაღაც გულმოწყალებას გამოიჩენს და იფიქრებს რომ ადამიანის შიმშილობს და ასე შემდეგ ანუ არ მაქვს იმედი და ამიტომ მინდა რომ მზიამ შეწყვიტოს ეს შიმშილობა მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და კიდევ უფრო არ დაიზიანოს ჯანმრთელობა შენ თქვი რომ ეს არის მესიჯი დიახ სწორედ ეს არის მესიჯი ამ ხელისუფლების მხრიდან რომ ისინი დღეს ნამდვილად ხა რაღაც რუსეთზე და დასავლეთზე რო თავი დავანებოთ გეოპოლიტიკას ამ ხელისუფლების მხრიდან ბრძოლა მიდის ერთ-ერთ რამაზე რომ სამუდამოდ შეინარჩუნონ ხელისუფლება მათ პირდაპირ გითხრეს 12 წელი ვიყავით და მინიმუმ 12 წელი კიდევ ვიქნებითო კობახიძემ გითხრა ანუ ივანიშვილი და ეს ხელისუფლება გვეუბნება რომ ჩვენ ყველაფერზე წავალთ გცემთ კი გადაგამტრევთ წელში დაგიჭერთ ყველაფერს ვიკადრებთ ოღონდ ხელისუფლება შევინარჩუნოთ სამუდამოდ აი ეს არის მათი ეხა დღეს თავარი ბრძოლის საგანი რომ ხელისუფლებაში დარჩნენ რაც შეიძლება დიდხანს არ შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს რომ დარჩეს სამუდამოდ შეიძლება მე არ ვიცი საკუთარი შვილიც კი დაგვიტოვოს აქ მართველად რა გეგმები აქვს ვერ გეტყვი მაგრამ უკვე ამასაც არ გამოურიცხავ ოცნებისგან ისეთ ეტაპზე არიან ისინი მისულნი მადლობა მერაბ დაგემშვიდობები კიდევ ერთხელ გამოვუცხადებთ მზია ამაღლობელ სოლიდარობას